ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. პროგრესირებადი ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც თანდათანობით აზიანებს მეხსიერებას, აზროვნებას და სხვა კოგნიტურ უნარებს. ეს ნეიროდეგენერაციული დარღვევა ხშირად მაშინ ვლინდება, როდესაც ტვინში უკვე სერიოზული ცვლილებებია დაწყებული. სწორედ ამიტომ მეცნიერები ეძებენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ამ დაავადების გამოვლენის საშუალებას უფრო ადრეულ ეტაპზე, სიმპტომების გამოჩენამდე მისცემთ. ახალი, არაინვაზიური, სწრაფი და იაფი თვალის ტესტი შეიძლება გახდეს ამ სფეროში გარდამტეხი ნაბიჯი. ის ექიმებს საშუალებას აძლევს ალცჰაიმერის დაავადება ბევრად ადრე აღმოაჩინონ, ვიდრე ეს დღეს მოქმედი მეთოდებით არის შესაძლებელი. ტესტი, რომელიც მეცნიერებმა დინამიური სინათლის გაფანტვის, სპექტროსკოპიის, იგივე DLS მეთოდის გამოყენებით შეემუშავეს, აკონტროლებს ცილების მოძრაობას ბადურაში, თვალის უკანა ნაწილში, სინათლისადმი მგრძნობიარე ფენაში. რადგან ბადურა და ტვინი ერთი და იგივე ადრეული ქსოვილიდან ვითარდება, მას შეუძლია ტვინის ჯანმრთელობის შესახებ მინიშნებების მიცემა. მეტიც, მეცნიერების მტკიცებით ბადურა ტვინის განვრცობაა და სწორედ ამიტომ ის წარმოადგენს ნევროლოგიური დაავადებების ბიომარკერის ერთ-ერთ უძლიერეს წყაროს, რომელიც დადასტურებულად იძლევა ნებისმიერი ცვლილების ადრეული ანალიზის შესაძლებლობას. ახლა ისევ კვლევას რომ დავუბრუნდეთ. მისი მონაწილეების სუსტი, წითელი შუქით განათებულ წერტილს სპეციალურ კამერაში დაახლოებით 5 წამის განმავლობაში უყურებდნენ. კამერა აფიქსირებდა, როგორ მოძრაობდნენ ცილები ბადურაში. შედეგებმა ცხადყო. ალცჰაიმერის დიაგნოზის მქონე პირების ბადურაში ცილები ბევრად ნელა მოძრაობდა, რაც მჭიდრო კავშირშია ტვინის დეგენერაციულ პროცესებთან და დაავადების მკაფიო მახასიათებელია. პირველ ეტაპზე ტესტირება ძირითადად იმ ადამიანებზე ჩატარდა, რომელთაც მხოლოდ მეხსიერების ძალიან მსუბუქი პრობლემები ჰქონდათ. იმდენად მსუბუქი, რომ ალცჰაიმერის დიაგნოზს ექიმები თითქმის სრულად გამორიცხავდნენ. სამაგიეროდ მისი დანახვა და აღმოჩენა შეძლო თვალის ტესტმა, რომელზეც კვლევის მონაწილეებში ალცჰაიმერის ადრეული სტადია გამოავლინა. სწორედ საწყის ეტაპზევე გამოჩენილი ეფექტიანობის გამო ტესტი უნიკალურ ინსტრუმენტად იქცევა დაავადების პროგნოზირებისთვის. შესაბამისად ის მარტო მკურნალობის კი არა, პრევენციის მძლავრი იარაღიც ხდება. DLS ტესტის უპირატესობები რომ შევაჯამოთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი. ის არ საჭიროებს ნემს, ქსოვილების აღებას ან სხივური გამოსახულების კვლევას. მთელი პროცედურა სულ რაღაც 5 წამს გრძელდება. მისი გამოყენება ამბულატორიულ კლინიკებშიც შესაძლებელია და რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ეს ყველაფერი ნამდვილად ბიუჯეტურია, ბევრად იაფი ვიდრე PET ან MRI კვლევები. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უფრო მასშტაბური კვლევების შედეგად თვალის ტესტი უახლოეს მომავალში დამტკიცდება და უფრო ფართოდ გამოიყენება. აღნიშნავენ იმასაც, რომ ტესტი განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს ხანდასრულებისთვის, რომლებსაც ხშირად უჭირთ ხანგრძლივი ან კომპლექსური გამოკვლევების გავლა. ამ ყოველივედან გამომდინარე კი აშკარაა, როდესაც DLS ტესტი, როგორც ინოვაციური მეთოდი, ფართოდ დამტკიცდება, იგი შეძლებს რევოლუციური ცვლილებების მოტანას დიაგნოსტიკასა და პრევენციულ მედიცინაში, დაზოგავს დროს, რესურსებს და რაც მთავარია, გადაარჩენს მილიონობით ადამიანის მეხსიერებას, გონებასა და ცხოვრების ხარისხს.